გამარჯობა კიდევ ერთხელ. 5 წუთი გავიდა, მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. მათთვის ვინც პირველად ჩვენს ვებინარზე, გაგაცნობთ თუ ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ Film Solutions Georgia, რომელებიც ვართ ოფიციალური რესელერები BIM პროგრამების საქართველოში. როგორიცაა Autodesk-ის პროგრამები, Graphisoft-ის პროგრამები, Drupal-ი, Revit-ი და მათ შორისაა IDEA Statica-ც. ესე იგი. დღევანდელ ვებინარზე შემდეგ გადავალ ვებინარის თემაზე, მანამდე კი თუ რაიმე კითხვები გექნებათ, გთხოვთ რომ სრული იქნება თუ ექნებათ მოიწერეთ, ან ხმით ჩაგვერთვეთ, ან უკეთესი იქნება თუ ვებინარის ბოლოს გამოყოფილი 15 წუთი დაუთმოთ კითხვებს და თუ რაიმე დაგაინტერესებთ, გავივლით ყველაფერს დეტალურად, რასაც შეუძლებთ რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ ვართ Film Solutions Georgia, ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და წარმოვადგენთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა IDEA Statica, Drupal, Tekla, Revit და ასე შემდეგ. იბუტონ. მოდი ახლა ეკრანს გავაზიარებ, თან გაჩვენებთ ისევს, იცი. ჩანს ხო ეკრანი? დიახ. ესე იგი დღევანდელ დღეს ჩვენ დღეს ვისაუბრებთ IDEA Statica-ზე. მათთვის ვინც არის ის IDEA Statica-ის შესახებ, მოკლედ მოვიხილავ თუ რა არის IDEA Statica. IDEA Statica ეს არის პროგრამა, რომელშიც ხდება უშუალოდ კვანძების ანგარიში კონსტრუქტორებისთვის. ეს არის კალკულატორი, რომელსაც იყენებს დღესდღეობით ძალიან ბევრი კონსტრუქტორი, რადგანაც ეს არის სიჩქარის გარანტია, უსაფრთხოების გარანტია, სიზუსტის გარანტია. ასევე ჩვენ გვაქვს თქვენ შესაძლებლობა რომ სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებშიც გააკეთოთ ინტეგრაცია. ეს არის მუშაობის პროცესის სიამოვნება, ანუ უფრო არ გიწევთ თქვენ არანაირი Excel-ის ფაილებში ზრომიელი, აქ უბრალოდ ყველაფერს ხედავთ, რაც შეგყავთ. ეს არის ვიზუალიზაცია, ანუ რასაც ხედავთ, სტატუსოსაც უთითებთ, ეგრევე ჩანს ყველაფერი მარტივი აღქმადია. ასე, როდესაც თქვენ ხედავთ თუ როგორ ხდება დატვირთვების მოდება თუ რა რეაქცია აქვს თქვენს კვანტს, უფრო ეფექტურად აკეთებთ მის მოდელირებას და შესაბამისად ეს უფრო გაძლევთ იმ საშუალებას, რომ დაგენერიროთ cost efficiency კვანტი. ანუ არ მოხდეს არასასურველი ელემენტების დახარჯვა ან გამოყენება. ასევე IDEA Statica ხდება სტანდარტების ევროკოდებზე, მათ შორის ევროკოდებზე, SNIP-ებზე, ამერიკულ ნორმებზე შემოწმება. ანუ თქვენ ძალიან რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ რაღაც კვანძი აიღოთ და მოახერხოთ ამ კვანძის შემოწმება. IDEA Statica-ის მეშვეობით. ყოველ შემთხვევაში ასევე არის საპორტი, ანუ თუ თქვენ როდესაც შეიძენთ ამ პროგრამას, არჩევით მარტო. თუ რაღაც კითხვა გაქვთ, ყოველთვის გექნებათ უკავშირი ჩვენგან. და ეს არის ნექტარია, რომ არჩევანია ბევრი კონსტრუქტორების დღევანდელ დღეს. კარგი, სანამ უშუალოდ პროგრამის ინტერფეისის ახსნაზე გადავალ, მინდა შევეხო IDEA Statica-ის საიტს, სადაც თუ თქვენ მომავალში გააგრძელებთ მუშაობას IDEA Statica-ში, აუცილებლად დაგჭირდებათ ცოტა გაიცნოთ რა ხდება ამ საიტზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაა და დაგეხმარებათ მომავალში. ასევე მინდა გაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ოფიციალური რესელერები ამ პროგრამის, თუ გადახვალთ IDEA Statica-ის თავარ ვებგვერდზე და მოძებნით ოფიციალურ რესელერებს, აირჩევთ ქვეყანას, რომელზეც გეორგია. ამოგიგდებს ჩვენს მისამართს. emails, ამოგიგდებს ჩვენს საიტს, თუ გადახვალთ ამ საიტზე. აი გადაგიყვანთ ჩვენს ოფიციალურ საიტზე, სადაც თქვენ უკეთ გაეცნობით თუ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, ჩვენს შესახებ, თუ რა პროგრამებს ვიყენებთ, რა პროგრამებს გთავაზობთ თქვენ ბაზარზე.
დეტალურად არის ნაჩვენები აქვს. ძირითადად ეს არის კონსტრუქტორებისთვის, ასევე გვაქვს პროგრამები არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, ასევე გვაქვს მექანიკური ინჟინერიის დიზაინერებისთვის, როგორც Revit-ი, Navisworks-ი, DD-SCAD-ი და ასე შემდეგ. ასევე თქვენ ნახავთ აქ ჩვენს ბლოგებს, სიახლეებს და ასევე აქვე ნახავთ ღონისძიებებს, თუ რა იყო ჩატარებული აქამდე. როგორც ზემოთ ვქვი, ეს ჩვენი პირველი ვებინარი არის, დრო გამოშვებით ხშირად ვატარებთ ხოლმე ვებინარებს. ისეთ პროგრამებზე როგორიცაა Tekla, Revit-ი, DD-SCAD-ი. და ეხლა პირველადაა, როდესაც დღეს უკვე ვაკეთებთ უშუალოდ იდეა სტატიკაზე. ეხლა ვართ აი აქ. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება უშუალოდ იდეა სტატიკას. კიდევ ერთხელ გავივლი ამას, რომ დავუწმინდეთ თუ არიცით ზუსტად რა არის იდეა სტატიკა და რისთვის გამოიყენება, ეგ რო გავიაროთ. ესე იგი იდეა სტატიკა არის პროგრამა, რომელშიც ხდება უშუალოდ კვანძების დათვლა. თქვენ იდეა სტატიკით ვერ გამოიანგარიშებთ, მაგალითად სრულ შენობაზე დატვირთვა როგორ არის. როგორ ის არის მაგალითად ლირან, იტაპსი ან robot structural designer-ი ან SAP 2000. ეს არის უშუალოდ კვანძებზე ორიენტირებული პროგრამა. ესე იგი თქვენ თუ გაქვთ გლობალური მოდელი, აკეთებთ გლობალურ ანალიზს ამ მთლიან შენობაზე და უშუალოდ იდეა სტატიკაში ხდება უშუალოდ დეტალების კვანძების ამოჭრა. რადგანაც როგორც იცით, ყველაზე ხშირი შეცდომებს კონსტრუქტორები სწორად ამაში უშვებენ, ანუ დამუშავებული აქვს სრული შენობა, არჩეული აქვს პროფილები სწორად, თუმცა აი ამ მონაკვეთს უშუალოდ დაერთების მომენტს, კვანძის მომენტს თქოს ზრელუდგებიან, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მონაკვეთია, რადგანაც თუ თქვენ სწორად გამოიანგარიშებთ თქვენს პროფილს, სწორად შეარჩენთ ჭრას, ანუ არ არის ეს აუცილებელი, რომ ანუ თუ თქვენ საბოლოო ჯამში შეარჩევთ არასწორ დაერთებას ამ კვანძების, ანუ ჩათვალეთ, რომ წყალში ჩაიყაროს თქვენი ეს ანგარიში. კი ბატონო. მოდი ახლა უშუალოდ გადავალ იდეა სტატიკაზე ახლა. პროგრამის დაყენება ხდება საიტიდან. აქ გადავწერთ. უახლოეს ვერსიას, გაივლის რეგისტრაციას მარტივს, მოგცემს 2 კვირიან 14 დღიან უფასო ლიცენზიას და უშუალოდ გადმოიწერთ პროგრამას. როდესაც გადმოიწერთ პროგრამას, უკვე გექვთ ესეთი აპლიკაცია, იდეა სტატიკა. როდესაც გახსნით, აი ხვდებით ესეთ ფანჯარაზე. პირველი ფანჯარა ეს არის მთავარი გვერდი, ჩემს მიერ ხშირად გამოყენებული ფუნქციების ამონათვალია. ხოლო აქეთ არის უკვე გამოყოფილი ფოლადის კონსტრუქციები, ლითონის კონსტრუქციები, ფოლადის კონსტრუქციები და რკინაბეტონის კონსტრუქციები. ხოლო ეს მესამე მონაკვეთი არის BIM კონტაქტი, ანუ როგორც იცით, იდეა სტატიკა არის BIM პროგრამა და აქვს კავშირი სხვა პროგრამებთან. ამას უფრო დეტალურად მე გავავლი. დღევანდელი ვებინარის მთავარი თემა იქნება ფოლადის კონსტრუქციები, შესაბამისად ამას უფრო დეტალურად გავივლი, ხოლო რაც შეეხება რკინაბეტონის კონსტრუქციებს, ამას საბოლოოდ შემდეგ ვებინარებზე გამოვიდეთ უფრო დეტალურად. ხოლო ეხა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი დრო წაიღოს ამ რკინაბეტონმა, არის ის, რომ უფრო ხშირად ხდება ანაკრები კონსტრუქციების გამოთვლა ამ იმაში, იდეა სტატიკაში, ასევე დიაფრაგმების გამოთვლა, მაგალითად, აი ანაკრებ კონსტრუქციებში ღიობები როგორ უნდა გამოიჭრას, ან დიაფრაგმაში ღიობები როგორ უნდა გამოიჭრას, მაგის ზუსტი ანალიზი რო გქონდეთ, მაგისთვის ხდება ამ რკინაბეტონის ნაწილში აქ იდეა სტატიკის. ხოლო რაც შეეხება ფოლადს, ფოლადი შედგება, ესე იგი, უშუალოდ კვანძებისგან ეს არის ფოლადის კვანძების დაერთება, როგორიცაა, ანუ სვეტისა და რიგელის, ყველანაირი ტიპის, აი wind gas truss connection-ები, ასევე არის ანკერების ანგარიში ხდება უზალე მარტივად. სამბური ტიპია ის.
ასევე სანამ გადავახტები, მოდი ისეთ გავიარეთ. ანუ ესე იგი connection-ის უშუალოდ კვანძის გამოთვლა, ხოლო member-ი არის სრულ მოდელში რაღაც ელემენტის უფრო დეტალური ანალიზი სხვადასხვა დატვირთვებზე. აი ხა გავხსნა გაჩვენებთ. რას გულისხმობ? ახალი რო გავხსნათ. ხო, უშუალოდ არა კვანძი, არამედ მთლიანი დეტალის ანალიზი ხდება აი აქ ამ იმაში member-ის ვაბოჩი. ეგრეთ თუ ხდება კედელთან მიანკერება ჰორიზონტალურად. ასევე აქ ხდება გრძელი რიგელის ანგარიში თავისი ღიობები რო გამოიანგარიშოთ, ძალიან მარტივად ხდება დესატექის მეშვეობით. თუმცა დღეს მოდი ამ თემაზე არ გავჩერდები, რადგანაც ჩვენი ვებინარის თემა უშუალოდ კვანძებზე ანგარიში. checkbot-ი ასევე ეს არის დამხმარე აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ უშუალოდ თუ თქვენ მაგალითად ააწყეთ Tekla structure-ში რაღაც მოდელი და გინდათ რომ ეს მოდელი გადმოიტანოთ იდეასტატიკაში და შემდეგ ამ იდეასტატიკაში მოვახდინოთ ამ მოდელზე დატვირთვების მოდება. ჩვენ გვეხმარება ეს checkbot-ი ყველა აი ამაში, ანუ თქვენ თუ ააწყეთ უკვე მოდელი Tekla structure-ში, ან სხვა პროგრამაში როგორც Revit-ი ან Steel-ში, ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ იდეასტატიკაში ხელახლა აწყობა ამის და აი ამ checkbot-ის გამოყენებით პირდაპირ გადაიტანთ გეომეტრიას ამ მოდელის და სადაც შემდეგ მოახდენთ მათზე დატვირთვებს და უშუალოდ ანალიზის გაკეთებას. ეს არის viewer-ი ეს არის ფუნქცია მათთვის, ვისაც არ აქვს ეს იდეასტატიკა ლიცენზია ნაყიდი, მაგრამ მე რომელმაც ვიმუშავე რაღაც კვანძზე და ვამუშავე, შემიძლია ეს ჩემი დამუშავებული კვანძი გაუგზავნო პიროვნებას, რომელსაც არ აქვს ლიცენზია ნაყიდი, თუმცა შეუძლია ამ viewer-ით ნახოს ყველანაირი დეტალი, რაც დაჭირდება ამ იმისთვის, რა ქვია, კვანძისთვის. ეს არის viewer-ი. ხოლო რაც შეეხება connection library-ს, ეს არის ბიბლიოთეკა, რითაც ძალიან ცნობილია იდეასტატიკა. რომ მას აქვს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა უკვე არსებული, უკვე დამუშავებული სხვადასხვა კონსტრუქტორების მიერ ელემენტების და კვანძების. თუ გავითვალისწინებთ მოწონებებს, საქართველოში ძალიან მოთხოვნადია, ძალიან ბევრი მოწონება გამოიწვია სტატიამ, რომელიც გაზიარებული იქნა ჩვენს გვერდზე ამ კვანძებზე, შესაბამისად, ახლა ინტერესი მეტია, მოდი უფრო დეტალურად გავივლი ამ საკითხს. ესე იგი, როდესაც თქვენ გახსნით იდეასტატიკას, რაც თქვენ გადახვალთ ბიბლიოთეკაზე, ამოგიდებთ აი ესეთ გვერდს. სადაც თქვენ მიუთითებთ დაახლოებით შეიყვანთ იმ მონაცემებს, რისი მოძებნას გჭირდებათ. თქვა თქვენ გსურთ ორტესებრ სვეტზე დაერთება. თორემ მხრიდან არ იყოს. შეიყვანთ თქვენს დაახლოებით კონსტრუქციას, რასაც ეძებთ და უშუალოდ ამ მოდელზე უკვე ამოაგდებს ათასობით სხვა უკვე არსებულ კონსტრუქციას. დაერთებას თავისი არმირებით, თავისი გაძლიერებით, კონჭებით. აქ თქვენ შეგიძლიათ ეს და ფილტრი მისცეთ, ანუ მხოლოდ რო იყოს, ვთქვათ, დადუღებით გაკეთებული კვანძები ან ჭანჭიებით, ეგ უწოდებული ბოლტებით. რომელიმე რო ავარჩიოთ მაგალითისთვის, ვთქვათ, აი იყოს ეს. ავარჩიეთ ჩვენი ელემენტი, ვიწერთ. როგორც ხედავთ, მომენტალურად ხდება ყველაფერი და ვაწვევით open files. ეს უკვე ავტომატურად იხსნება checkbot-ის მეშვეობით ეს კვანძი, თავისით რთავს იდეასტატიკას და თავისითვე გადავყავართ აი ამ კვანძის მონაცემში. აი როგორც ხედავთ, ჩვენი მოძებნილი კვანძი, რომელიც მოგვეწონა, ეგრევე ამოაგდო. თუ რა თქმა უნდა, თქვენ რასაც ეძებთ იმას, შანსი არა რომ დაიმთხოს, რაღაც განსხვავება ყველა ვარიანტში იქნება, შესაბამისად, უკვე არსებული დამუშავება ხდება და თქვენს გემოზე მორგება ხდება ამ კვანძის. მაგალითად,
თავარი სვეტი ის პროფილი არ მოწონს რაღაც ეს სხვა ნორმების შედგენილი კვანძი შესაბამისად ესეთი პროფილი ჩვენ ბაზარზე არ გვაქვს შესაბამისად შევალთ აქ დავამატებთ ავტორტესებრი დავუჭერთ კლას ანუ IP240 კი ბატონო იყოს ყველისთვის ან დავირჩევთ სხვას მაგალითად ჰეას როცა ასევე შეგვიძლია სნიპის მიხედვით გოსტის მიხედვით ავირჩიოთ მაგალითად K3 K1 ანუ როგორც გვინდა ეს ასორტიმენტი პროფილების არის ძალიან დიდი ანუ შანსი არა რომ რაღაც გჭირდებოდეთ პროექტში და თქვენ აქ ვერ იპოვოთ და თუ რაიმე განსხვავებული პროფილია მაგას გავივლი შემდეგში მაგის შექმნას შეგიძლიათ თქვენ პროფილი და თავის ხელით შეიყვანოთ ამ პროფილის და მატერიალის მონაცემები. როგორც აი აქ თუ იცით თქვენი არსებული პროფილის მონაცემები, წონა, დატვირთვა, ყველაფერი შეგიძლიათ შეიყვანოთ აი აქ ხელით. თუმცა არ გირჩევთ ამას, იმიტომ რომ ახლა უკვე მოცემულია, უფრო სწორია უკვე არსებული პროფილის გამოყენება. კაი, დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა არის კვანძის დამუშავება უშუალოდ ხისტი დაერთებაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე დავხურავ და უფრო დეტალურად გავივლი ამ ყველა ინტერფეისის მონაკვეთს რა შეება და რაში გეხმარებათ. დავხურავ ახლა. ხო, ესეც გავიარე, ხო? ანუ აი როგორც დაირჩევთ აი ამას. ხედავთ რომ რაღაცა ძალიან ბევრი რაოდენობის კვანძია, თუ თქვათ ასეთი არ მოწოდა თქვენ გაქვთ მესამე ვარიანტიც აი ესეთი ზებნით ვთქვათ რომ არსებული არის რაღაც ვარიანტს შემოგთავაზოთ ყოველ ვარიანტში. ესაც შეეხება ბიბლიოთეკას. ხო, კონკრეტ შევეხე, ბიბლიოთეკას შევეხე. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კვანძების მოდელირებაზე და დაპროექტებაზე. როდესაც ავირჩევთ ამ ფუნქციას, იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც უშუალოდ ხედავთ კლას. ეს არის რიგელისა და სვეტის კავშირი, რიგელებს შორის კავშირი, აი truss დიაგონალური კავშირები რიგელზე, აი hollow section-ები. ბატონო, მოდი ახლა მაგალითისთვის ერთ-ერთი ავირჩიოთ. ვთქვათ აი ვარ ეს კვანძი. აი აქ ვუთითებთ მეტალის კლას თავის კოდების მიხედვით. ასე ვუთითებთ გამოყენებული ბოლტების კოჭების დიამეტრებს, თუმცა ამის შესვლა შემდეგშიც შეიძლება და ასევე აქვე ვუთითებთ მთავარი რაც არის თუ პროგრამამ რომელი კოდების სტანდარტების მიხედვით მოახდინოს ანგარიში და რომელი სტანდარტების ცხილებს დაიყადნოს ანგარიშისას. ამას შემდეგ უშუალოდ როდესაც გავხსენთ კვანძს, უფრო დეტალურად ნახავთ. ამჯერად მოდი ავირჩიოთ ევროკოდები, ახლა ვებინარის თემაც ევროკოდებში ანგარიშია. ვაწვევით create project. კი ბატონო. როდესაც ვაწვევით create project-ს, უკვე გადავყავართ უშუალოდ დიზაინის გრაფაში. მოდი ბარემესაც გავიხსნილოთ რა არის ინფორმაციულად. project-ის გრაფაში ჩვენ უშუალოდ პროექტის კვანძის დასახელებას ან პროექტის რომელ პროექტშიც არის ეს კვანძი იმას ვუთითებთ. test. კვანძის ნომერი თუ ესეთი არის, ავტორი და დამატებითი ინფორმაცია. ხო, აქ მნიშვნელოვანი აქ რაზეც შეიძლება რომ გავამახვილოთ ამ ეტაპზე ყურადღება ესეთი არაფერი არა, ამიტომ მოდი გავაგრძელოთ. როდესაც უშუალოდ დიზაინში გადავდივართ, აქ უკვე ხედავთ ესე არსებული კვანძი, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე შეგვიძლია პარალელურ რეჟიმში სხვა კვანძებიც გავხსნათ და იმაზეც ვიმუშაოთ. ასევე ჩემი ის იქნება რა ვქვი რჩევა, როდესაც რაღაც კვანძი აიღეთ და იმას ამუშავებთ, ყოველთვის აკეთებთ copy ამ ის რა ქვია კვანძის. შესაბამისად ჯერ გაქვთ ეს ერთი კვანძი და გაქვთ იგივე იდენტური კვანძი, აი მეორე.
ეს რისთვის არის კარგი, როდესაც თქვენ რაღაცას დაამუშავებთ ამ კვანტს, მიხვალთ რაღაც ეტაპამდე, რო გქონდეთ ანუ რა იყო და რა გახდა. და როდესაც რაღაც მივხვდეთ საბოლოო ჯამში გავხვალთ და ვიფიქრებთ რომ რაღაც არ მოგწონს, ანუ რო არ მოგიწიოთ ეს უკან წასვლის ისა რა, რაღაცას რო შეცვლი, მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაყავ ხარ უკან. ხოლო როდესაც გაქვთ მეორე ვარიანტი, ეგრევე ხედავთ სხვაობას, ანუ როგორ იყო და როგორ დაამუშავეთ ესა თუ ის კვანტი რა. აქ შეგვიძლია სახელი შეცვლა. აბსოლუტურად. ხო ეს არის უნდო ანუ თუ რაღაც შეცვალეთ არ მოგეწონათ და დააბრუნოთ ვთქვათ 12 და უცებ დააბრუნოთ არა იყოს 12 ისე იგონ ეს არის თუ რაზე გაკეთოს დამატებითი ინფორმაცია ეს არის მემბერი ანუ წევრებზე რაც გვაქვს ნივსებზე ეს არის უშუალოდ ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია პირფიტებზე ხოლო აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გიჩვენებს თითოეული ელემენტის იმას რა ქვია მიმართულებას x y მიმართულებას ეს გეხმარებათ იმაში რომ აი თქვათ რო აირჩიო ამას და კიდე რომ მოდო დატვირთვა იმ უფრო გაგიმარტივდეს ორიენტირება ძალების მოდებისთვის რა აი მომენტი როგორ მოდო დატვირთვა და ესე შემდეგ შემდეგი მონაკვეთი ეს არის სკრინშოტის შექმნა თქვათ თუ გვინდა რომ ეს სკრინშოტის შევქმნათ და გადაუგზავნოთ დამკვეთს ან ვინმეს თუ რაზე მიდის მუშაობა ან ასევე ამ სკრინშოტის შენახვა შეგვიძლია როდესაც უკვე რეპორტში გადავალთ იქ დავიტანოთ შეგვიძლია ან თუ რაიმე სხვა არსებული უკვე გაქვთ სკრინშოტები აი აქ შეინახება და იქ ნახოთ პარალელი გაავლოთ ხოლო ეს არის ისევ კავშირია იმასთან რა ქვია აიდიასატეკის ბიბლიოთეკასთან ან თუ თქვენ გაქვთ რაღაც კვანძი რაზეც მუშაობთ შეგიძლიათ დავაჭიროთ აი ამ ღილაკს და ამოგიგდებთ უკვე სისტემაში არსებული მსგავსი კვანძის ვარიანტები და ერთებების ეს არის ვთქვათ ახლა გავული რა არის predefined ეს არის უშუალოდ იდეასტატიკა რასაც გვთავაზობს ის ვარიანტები personal არის ანუ უშუალოდ თქვენს კომპიუტერში უკვე არსებული კვანძების შენახული კვანძების გამოყენება ყოველ ახალ ჯერზე რომ თავიდან ის არ მოგიწიოთ რა ქვია მოდელირება შეგიძლიათ შეინახოთ და ეგრევე როდესაც გახსნით მსგავსი პროექტი რო იქნება მსგავსი კვანძი რო იქნება შემოიტანოთ თქვენი პერსონალური ისტორიიდან ასევე არსებობს კომპანია როდესაც საკონსტრუქტორო კომპანია ყიდულობს და ბევრი თანამშრომელი მუშაობს იდეასტატიკაში თქვენ შეგიძლიათ არა თუ თქვენი დამუშავებული კვანძები იხილოთ, არამედ თქვენი თანამშრომლების კვანძებიც იხილოთ იმაში. ახლა არანაირი ლიცენზიას არ ვიყენებ კომპანიის, შესაბამისად აქ წარიელია. ხო, ანუ ეს არის ფუნქცია, რომ გაგიადვილდეთ, ისე რა ქვია, ორიენტირება და მუშაობა, ახლა ერთი და იგივე მუშაობა არ მოგიწიოთ. მაგის მეთოდებია. აქაც იგივე როგორც წანგავიარეთ დაცხილვა რო გაგიმარტივდეთ მოძებნა, მაგალითად მხოლოდ დადუღებაზე მოქმედი კვანძები რო დაცხილოს და არა ისინი რა ქვია პოლტებზე მომშავე კვანძები. კაი, ეს გავიარეთ. ხო, ეს publish-ი არის რო შეინახოთ, თქვათ რომ ეს იყოს მხოლოდ ჩემი პერსონალური ინფორმაცია რო იყოს, პერსონალური კვანძი და ეს არის კომპანიის სახელად რო შეინახოს, რომ მე თქვენ თანამშრომელს იხილოს ეს კვანძი. ხო, ეს მენეჯი არის უკვე არსებული რაც არის, ისე ვნახოთ ეს ჩემი ძველი შენახულებია. ამ ეტაპისთვის ამაზე არ გავშერდეთ. გამოდის რაღაც კითხვები ხო ჩატში ანონსობაში. მოდ კითხვებს თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, იყოს ბოლოში გავიაროთ ეს კითხვები. მარიამ. კაი. ხო ეს გავიარეთ, ეს არის უკვე
თქვენ თავიდანაც არჩიეთ, მაგალითად ჩვენ ავირჩიეთ ევროკოდები. უშუალოდ ევროკოდებზე safety ფაქტორები, აი კოეფიციენტების შეცვლა შეგიძლიათ აი აქედან ამ რა ქვია, setting-ებიდან. ასევე შეგიძლიათ თუ რაზე გაჩერდეს, რაზე შეწყვიტოს გამოთვლები, მიუთითოთ კოეფიციენტები არსებული გამოყენებული მატერიალების კოეფიციენტები, ფართობები, ყველანაირი ცვლილება შეგიძლიათ. ამ თქვათ, შემდეგ კიდე დავინახავთ თუ რაღაც ლიმიტს ცდება, გვიჩვენოს, რომ ეს უკვე არ არის ნორმალური და ჯობია გააწითლოს ან რაღაცა მაგის კონტროლი შეგიძლიათ აქედან. თუმცა ამ ეტაპზე დავტოვოთ როგორც არის, ეს უფრო ესეთი ადამიანებისთვის უფრო advanced გამოყენებას ვინც აკეთებს, იდეა სტატიკის, ვისაც უფრო advanced ჭირდება რაღაცების შეცვლა გჭირდებათ რა. ამიტომ მოდი ამ ეტაპზე აქ არაფერს არ შევცვლი, უბრალოდ შევინახავ. ეს ღილაკი არის უშუალოდ გამოთვლები, მოდი ჯერ ამას გამოტოვებ, რადგანაც სხვები გავიაროთ. ეს ანგარიშობს უშუალოდ დადუღების სისქეს. აქ ისევ setting-ები არის, შეგვიძლია ვთქვათ, აი მაგალითად აი აქ ეს გვიწერს უშუალოდ უკვე არსებული კვანტში გამოყენებული დამატებითი დეტალების ღირებულება რაც არის. აი ამის კონტროლი შეგიძლიათ აი აქედან. ვთქვათ თუ თქვენ იცით აი რაღაც ფასი კილოგრამის ევროში, შეგიძლიათ ეს მონაკვეთის ფასები შეიყვანოთ, თუმცა როგორც ვიცით ბაზარზე მუდმივად ხდება ამის შეცვლა და ფასის ცვლილება და შესაბამისად თლად კორექტულიც არ არის, თუმცა თუ გაქვთ ინფორმაცია, ანუ აქედანაც შეგიძლიათ უკვე რაღაც წარმოდგენა გქონდეთ თქვენი კვანძის ღირებულება რა იქნება მომავალში. ეს ღილაკი იდეა სტატიკის პროგრამისტები გვირჩევენ რომ ყოველთვის ჩართული გქონდეს, რადგანაც ეს ახდენს თქვენს გადაზღვევას თუ თქვენ რაიმე არასწორად შეიყვანეთ დატვირთვა, მოგეხსენებათ რომ ნებისმიერი დეტალი, ნებისმიერი ელემენტი უნდა იყოს წონასწორობაში მოყვანილი. თქვათ თუ თქვენ ეს გაქვთ ჩართული და შეიყვანეთ რაღაც არაადეკვატური დატვირთვები, მაგალითად აი რომ შევცვალოთ, დავაყენოთ 410 არა, 10. აი ეგრევე თუ ეს ღილაკი ჩართული აქვთ, გიჩვენებთ რომ რაღაც უზუსტობაა და აი ეს უნდა გაიზარდოთ აი ამდენი, ვთქვათ, რომ მივიღოთ რომ ეს კვანძი იყოს წონასწორობაში. შესაბამისად ამას მოდი ახლა ეტაპზე გივსტავტოვებ. ანუ ეს ღილაკი აუცილებელია თუ თქვენ არ ახართ ეს advanced user-ი და არ ხართ დაწუნებული რომ აუცილებლად სწორად შეიყვანთ, ანუ ეფექტურია რომ იყოს ეს ღილაკი ჩართული გააქტიურებული ეს ფუნქცია. დამეტებითი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ თუ რა არის ეს რას გულისხმობს equilibrium-ი, ისევ შეგიძლიათ ესტუმროთ ამ საიტს და უშუალოდ დეტალურად გაიაროთ თუ რატოა აუცილებელი რომ თავი დავიზღვიოთ შეცდომებისგან და რისგან გვიცავს აი ეს ფუნქცია კონსტრუქტორებს რომ ყველაფერი სწორად იყოს. ამ ლინკებს თუ და გაინტერესებთ აუცილებლად ჩავაგდებთ ვებინარის ბოლოს. ხო, ეს არის ალტერნატიული ვარიანტი, როდესაც უშუალოდ დატვირთვების მოდება ხდება არა ხელის ჩაწერით, არამედ თუ რა რისი ანტენა შეუძლია ამ კონსტრუქციას პროცენტულად. ეს არის უკვე კვანძის შემოტანა სხვა პროგრამებიდან, იქნება Excel-იდან დატვირთვების შემოტანა. ეს არის უკვე უშუალოდ მოდელის შემოტანა კვანძის, მაგალითად იდეა სტატიკიდან ან თეკლა სტრუქტურიდან ან Revit-დან თუ აწყობილი გაქვთ რაღაც კონსტრუქცია, აქედან შემოვაგებთ მოდელს. ამას მოდი დეტალურად არ განვიხილავ ახლა დროის სიცირის გამო. ესე შეგვიძლია ჩვენი მოდებული დატვირთვები ცხრილი სახით გავიტანოთ Excel-ის ფორმატში. ასევე გავიტანოთ უკვე ჩვენ დამუშავებული კვანძი EFS-ის მოდელით, როგორც იცით EFS ეს არის BIM ტექნოლოგია, რადგანაც შემდეგ უკვე
უშუალოდ ვინც მუშაობს კვანძის დეტალური ნახაზების შედგენაზე, იმას მივაწოდოთ დამუშავებული, სწორად დატვირთვებზე მოდებული კვანძის, რა ქვია, 3D ფორმატი. აქ უშუალოდ ხდება დამატებითი ელემენტების შემოტანა, როგორც ხედავთ აი აქ, დაიმატა ელემენტი. აქ ხდება დატვირთვების მოდება, დამატება, თუ გსურს რომ რატო არის კარგია ეს არის ერთი დატვირთვების ვარიანტი, თქვათ, აი ამაზე რო იანგარიშო და ასევე შეგიძლია მეორე ვარიანტიც კონდეს, აქ სხვა ვარიანტი იყოს. შეგიძლიათ რომ არც მოცემული კვანძი ორივე დატვირთვაზე გამოიანგარიშოთ, ან თქვათ ეს გამორთოთ და დატოვოთ მხოლოდ ეს კვანძი. ეს მოცემულება. და მხოლოდ ამაზე იანგარიშებს, რომ არ მოგიწიათ მუდმივად ცვლილება რა, ეს რა დატვირთვების. ხოლო რაც შეეხება ოპერაციის განყოფილებას, აქ ხდება უკვე უშუალოდ ფუნქციები, რომ სიხისტრის ფირფიტების დამატება, გაძლიერება, უშუალოდ კვანძების ამოჭრის აკეთება, ყველაფერი ჩანს, თქვენ ხედავთ, ნათლად თუ რაიმე გავგოველი იქნება, ხილაკის მიდებით, ეგრევე გეუბნება სისტემა თუ რა ფუნქციას აკეთებს ესა თუ ის ჩვენებული ოპერაცია. ასევე შეგვიძლია 3D მოდელის ხილაკის კლავიატურაზე ხილაკის კონტროლისა და მაუსზე გორგულაჭის მოძრაობით 3D ფორმატის ყველა კუთხით ნახვა, ასევე შეგვიძლია აი ამ კუბიკს თუ დავაწვევით მაუსზე ერთს დატრიალება, ეგრევე X კუთხით შეხედვა, თქვათ, კიდე რომ გავხედოთ ყველაფერი რომ დავინახოთ, იქიდან თუ ჩავურთავთ, უშუალოდ მოვნიშნავთ ფირფიტას, ამის ზომებსაც გვიჩვენებს. ეს ზუმი, ეს შეგიძლიათ მაუსითაც თუ ასეთ გორგულაჭითაც შეგიძლიათ ეს მართოთ. ასევე შეგიძლიათ ეს გქრთოთ. უშუალოდ მხოლოდ დატოვოთ გამოყენებული ელემენტები და სვეტით და კოლონა გათიშოთ, რომ უშუალოდ აღქმადი რო იყოს, თუ რას იყენებთ. ეს transparent view და ეს რეალური ხედი. ასევე აქედან შეგვიძლია ყველას თავისი სახელი მივუთითოთ. კოლონა უფრო აღქმადი რო იყოს, თქვათ, შეგვიძლია დავწეროთ ასევე ქართულად სვეტი. ახლა აღგვესლეს არის სვეტი. რიგელი ან კოჭი. რასაც შეგვიძლია ვიქცეთ დატვირთვა ნომერი 1. დავაკოპიროთ ნომერი 2. მოდი ამაზე დრო არ დავკარგო. გავხსნი მაგალითის სახით, გაჩვენებთ უშუალოდ დამუშავებულ, გალამაზებულ მონაკვეთს. ისე დავხურავ. ეს ისევ იგივე კვანძია, უბრალოდ აქ უკვე შეცვლილი მაქვს სახელები და მოყვანილი მაქვს სახელით შეცვლილი მაქვს, რომ ეს არის კვანძი ნომერი 1. ხო, ეს გამოჩენია, როდესაც აქ უთითებთ მას რა ქვია, დასახელებას ასევე აქ ირჩევთ თუ რაზე მოახდინოს გამოთვლა. როგორც ხედავთ, ყველანაირი არსებული ვარიანტი რა შეიძლება კონსტრუქტორს დაინტერესოს ამ არსებულ კვანძზე. მაგალითად, ახლა ჩვენ გავიაროთ
რამდენად ევროკოდების თანახმად რამდენად ხისტია ეს კვანძი ეგ დავადგინოთ. ამისთვის ჩვენ აქ მივუთითებთ stiffness გადავხედოთ რომ ყველაფერი არის სწორად. კი ბატონო. იბეა ასოცი კი ბატონო ესე იყო მოთხოვნა. დატვირთვები რაც დატვირთვები მოდებული მაქვს მომენტი და მოდი ახლა მოვახდინოთ ამის გამოცვლა. გამოცვლა ხდება ასე მარტივად. ვატოვით კალკულაციას. მოდი ამასაც განვიხილავ. იდეა სტატიკა იყენებს თანამედროვე მეთოდს, რასაც უწოდებენ CBF მეთოდი. ეს არის უშუალოდ იდეა სტატიკის ახალი მეთოდი, რაც გულისხმობს თითოეული ელემენტების, არ კვანტში არსებული თითოეული ელემენტების გამოყოფას და თითოეული ელემენტების სასრულ ელემენტებად დაყვანას. თუ თქვენ ეცდებით ესეთი კვანტზე გამოიანგარიშოთ ესეთ გლობალურ სასრულ ელემენტებზე მომუშავე პროგრამებში, როგორიცაა ლირა, ვთქვათ ლირა, საპორი 1000 რობოტ social დიზაინერი, ანუ იქ თქვენ მოგიწევთ ხელით შექმნათ თითოეული ელემენტის, ისე რა ქვია, მეში, სასრულ ელემენტების მეში. რაც ძალიან დიდი დრო მიაქვს მაგას. სამეცნიეროდ ეს არის თანამედროვე მეთოდი. თუ სტანდარტებით ინფორმაციას გჭირდებათ და ყოველთვის ამოკითხვა შეიძლება, ასევე იდეა სტატიკის თავარი განხარი რომ ძალიან დიდ დროს უთმობენ ანუ უშუალოდ დადგენილი რამდენად ემთხვევა დადგენილი კვანძი უშუალოდ ტესტებს აკეთებენ უშუალოდ ანუ ესე იგი ხდება ჯერ ანგარიში კვანძის იდეა სტატიკაში და შემდეგ ხდება ამ კვანძის რეალურ სამყაროში ტესტირების მიხედვით ანალიზი და ანუ ყოველთვის ამაზე დიდი ის აქვს ყურადღება მიჭებული რომ მაქსიმალურად ზუსტი იყოს ანალიზი ასე რა ქვია იდეა სტატიკაში ხო ძალიან ბევრი ინფორმაცია თუ რა მეთოდებს და რა ფორმულებს იყენებს თვითონ პროგრამა მაგის ანახავთ. კაი, ამასობაში ჩვენმა პროგრამამ მოახდინა დათვლა ანალიზი, ესე იგი ყველა ესე იგი ამის სერიოზული შეცდომა არ არის, თუმცა ჩვენ უშუალოდ გვაინტერესებს დეტალურად გავიკვლიოთ რა ხდება ამ კვანტში. ამისათვის გადავდივართ check აპლიკაციაში. ჩვენ როგორც გახსოვთ, ამ დიზაინში ავირჩიეთ რომ დაგვედგინა კვანძის სიხისტის კლასი ევროკოდების მეშვეობით. ამას ხედავთ აი აქ. აი ყველაფერი მოცემულია გრაფიკის მიხედვით თუ რა არის მოდებული და ის საბოლოო ჯამში ხედავთ რომ ეს კლასი ევროკოდების თანახმად ამ დიაგრამაზეც ხედავთ მიეკუთვნება ნახევართხის დაერთებას. როგორც იცით ევროკოდებში ეს გრაფიკიც ჩარის დაჩვენები რომ თუ ეს ზღურულ ფარგლებშია ეს არის ნახევართხის დაერთება და რადგანაც ჩვენი მიზანია რომ ეს დაერთება იყოს უშუალოდ ხისტი დაერთება, შესაბამისად ეს საჭიროებს შემდგომ დამუშავებას ეს კვანტი. ამიტომ ეს ჩვენ არ გვაწყობს, გადავდივართ ისევ დიზაინის ფუნქციებში და ვცდილობთ მოდი ეს გამოვჩა, მაგრამ ეს სხვა განვიხილოთ. აი უშუალოდ ხედავთ დატვირთვებს, სად არის ყველაზე დიდი დატვირთვა, სად განიცდის სტრესს ჩვენი სვეტი ამ დატვირთვების შემთხვევაში. ასე შევავთოთ თუ დეტალურად გიჩვენებს ყველაფერს. ასე ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ თითოეულ ბოლტზე არსებული დატვირთვა რა დატვირთვები წარმოიქმნა. მაგალითად როგორც ხედავთ ზედა ისინი უფრო დაძაბულია ვიდრე ქვედა, ახლა თითქმის არ არის კვების დატვირთვა. ასევე სასრულ ელემენტების მეშის ჩვენება შეგვიძლია თუ როგორ მოახდინა პროგრამამ ამ ელემენტების სასრულ ელემენტებად დაყოფა თუ ჩავურცავთ დეფორმაციას და ვინახავთ ან ძალებზე მოქმედების შედეგად თუ რა სახის ის არის რა ქვია საითკენ მისწრაფის ეს მოცემული კონსტრუქცია ეს ასევე საჭიროა იმისთვის რომ აღქმადი იყოს რამდენად სწორად არის მოდებული დატვირთვები
თუ რაღაცა ლოგიკური ხდება, თუ ვიცით რომ დატვირთვა მოდებული არის, უნდა ყოფილიყო მოდებული ქვევით და ხედავთ რომ დეფორმაცია მოხდა ზევით, ესე იგი ჩვენში რაღაც შეცდომა და გადასახედი გვაქვს ამდენად სწორად მოვდეთ დატვირთვა ამა თუ იმ ელემენტს. ხო, როგორც თქვი, ეს არის ნახევარად ხისტი დაერთება, რაც არ გვაწყობს, შესაბამისად გავაგრძელებთ დატვირთვის ამ კვანძის დამუშავებას. აი აქ უკვე გავაკეთე ეს ხისტი გამაგრებების წიბოების ხისტი წიბოები დავამატე უშუალოდ იმაში რა ქვია სვეტში რომ თავის თავზე აიღო ეს დატვირთვები, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი და შესაბამისად დავამატე ისინი რა ქვია ფოლადის ფურცლები, რომელიც ხელს უწყობს ეხმარება ამ კოჭს. თითოეული ელემენტის ცვლილება შეგვიძლია, როდესაც გადავალთ უშუალოდ ამ ელემენტზე, დასახელებაა თუ რას უერთდება ექსი გარიმოცემული, თუ რა არის მატერიალი ამის შეგვიძლია უფრო მაღალი ხარისხის ლითონი ავიღოთ, ავიღოს 315 ან 215, შეგვიძლია ამ უშუალოდ ფირფიტის სისქე გავზარდოთ, იყოს 12 ან თქვათ ცოტა 10. შეგვიძლია შევცვალოთ დაერთების ესე რა ქვია მოდელი, ანუ ეს არის ვოლტებზე დაერთება თუ უშუალოდ მხოლოდ შედუღება. ამ შემთხვევაში იყოს დავტოვეთ ვოლტებზე. აქედან ხდება უშუალოდ ამ ფირფიტის სიგრძების კორექტირება. დღეში დავდგები, რომ უშუალოდ დავინახოთ. აი ასეთი. ვთქვათ, შევიყვანოთ. 150. შეხედოთ. ასევე აქ დაყენებული მაქვს, რომ სიმეტრიულად, როდესაც რაღაცა შეოცვლის ზევით, სიმეტრიულად შეიცვლება ქვევით. ასევე არის გვერდზე დაცნახეთ, აი უფრო ცდება იმას რა ქვია კოჭს ჩვენი ფირფიტა 5 მმ-ით. შეგვიძლია 0 დავაყენოთ. ან შეგვიძლია უშუალოდ პირიქით გავზარდოთ, თქვათ 10. ასევე აქედან ვირჩევთ გამოყენებულ ჭანჭიკებს, ეგრეთ წოდებულ ვოლტებს, თუ რა იმის უნდა იყოს, ქვია დიამეტრის. აქ გამოყენებული მაქვს ამ იმაში რა ქვია, ამ სამი სახეობის, თუმცა თუ არ მაწყობს, შემიძლია აქ პლუსის მეშვეობით გამოვიძახო ფანჩერა და დავამატო სხვა ისინი რა ქვია, უფრო მაღალი ხარისხის კლასის ისინი რა ქვია, ჭანჭიკები. ეტაპს დავტოვებ, არ შევცვლი. აქედან ხდება უშუალოდ თავიდან, როდესაც ახლა იწყებთ, თითქოს არაინტუიტურია, თუმცა როდესაც დაიწყებთ ამაში მუშაობას, გაერკვევით, რომ არაღანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარკვევას, თუ როგორ ხდება გენერირება უშუალოდ ჭანჭიკების, თქვათ აი -40. შევცვალოთ დავაყენოთ 50. აი ხედავთ, რომ ეს საწყის წერტილს იღებს, სათავეს იღებს აი ამ დაერთებიდან. აქედან ჩამოდის ქვევით -50. რახან ჩვენ არჩეული აქვს სიმეტრიული, შესაბამისად ეს სიმეტრიულად ადის ზევით 50-ით. ანუ როგორც იყოს ავტოვოთ 40. შემდეგი თქვათ არის 30. შეგვიძლია მის შესვლაც, თქვათ ესეც ჩამოვიტანოთ ქვევით, ერთად 100-ით. ხედავთ, რომ ჩამოვიდა ქვევით, თუმცა არ სწორად გაკეთდა, იმიტომ რომ როგორც ქვევიდან ჩამოვიდა, ასევე ზემოდან ამოვიდა ზევით. ქვემოდან ამოვიდა ზევით, შესაბამისად დააკვირდეთ. ასევე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ამის გაგრძელება, ანუ გამოვიყენოთ ან წერტილმძიმედ გამოვყოთ და ახალი მინან დავიწყოთ, ან უკვე უშუალოდ -40-დან დაიწყოს ათვლა. ვაწვევით გამრავლებას და ვაწვევით ამდენი ცალი იყოს, თქვათ 2. რა გავაკეთა ახლა? დაიმახსოვრა ესა და აქედან აიღო ისე 40. როგორც ქვევით, ეს დამახსოვრებულიდან ისე 40 აიღო.
თქვა თუ შევცვლით აი ამას 75 წავშლით და დაუწერთ აი 30-ს ორიანს, უკვე უშუალოდ აი ამ 30-ს დაამატებს. ხდებით? აი აქედან ამოვა 30-ს. კი ბატონო. ეს გავიაროთ. ხოლო ეს 25 არის დაშორება უშუალოდ კიდიდან გვერდზე. კი ბატონო. აქედანვე ვირჩევთ ის რა ქვია დადუღების სისქეს, რამდენი მილიმეტრი იყოს, ანში ვთქვათ იყოს 4, ეგრევე მომიტანილ იცვლება, რასაც ცვლით, ანუ ეგრევე ხდება ვიზუალიზაცია და შესამჩნევია ეგრევე. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ტიპი, აი ყველა მხრიდან დადუღებული კი არ იყოს, ვთქვათ, იყოს მხოლოდ ზემოდან და ქვემოდან აღარ იქნება. რომ ეკონომია გავაკეთოთ, ვთქვათ, იმის რა ქვია გამოყენებული ელემენტების. კი ბატონო. ვთქვათ, რაღაც მომენტამდე მივიყვანეთ, დავამუშავეთ. ეხლა გავუშვათ ისევ ხელახლა გამოთვლაზე, ნახოთ ამ ჩვენმა დამუშავებამ რა გავლენა იქონია უშუალოდ კვანძზე. როგორც გახსოვთ, ამ ყველაფრის გარეშე ეს კვანძი მიეკუთვნებოდა ნახევართხის დაერთებას ევროკოდების მიხედვით. ხოდა ეხლა ნახოთ თუ შეიცვალა რაიმე კლასი ჩვენი ამ манипуляციების შემდეგ. ელემენტების რაოდენობა გაიზარდა შესაბამისად, უფრო მეტი იტერაცია ხდება და უფრო მეტი დრო ჭირდება ანგარიშს. ამ გამოთვლის სიჩქარე ასევე დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის სიძლიერეზე, რაც უფრო ძლიერი გაქვთ სისტემა წყობილი, უფრო ჩქარა ხდება ამის გამოთვლა. ასევე მინდა შევეხო იმ საკითხს, რა ქვია, არალიცენზირებული სტატიკის გამოყენების შემთხვევაშიც ძალიან ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას. ანუ, როდესაც თქვენ იყენებთ არალიცენზირებულ პროგრამას, განახლებები არ ხდება, ძველი ვერსია და შესაბამისად უფრო ნელია პროგრამა. ამიტომ ყოველთვის სასურველია, რომ ლიცენზირებული გამოვიყენოთ. კი ბატონო. შეიცვალა, როგორც ხედავთ, ჭანჭიკების დატვირთვა არის ძალიან ცოტა, შესაბამისად შეგვიძლია, ანუ ამდენი ჭანჭიკი არ უჭირდება ამ ის რა ქვია სისქის ჭანჭიკები არ უჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდია რეზერვი. შესაბამისად შეგვიძლია ამის შემცირება. ასევე ხედავთ, რომ ფირფიტებით ძალიან სქელი გოგაღებული და არ ჭირდება ესეთი იმას. რადგანაც ვაფშე არ არის დატვირთვა, როგორც ხედავთ. უშუალოდ ვიზუალიზაციისთვის მოდი გავხსნათ ფორმატი. აი როგორც ხედავთ, წინა ანგარიშისას ეს სულ აწლებული იყო, რადგანაც არანაირი სიხისტის ის არ ქონდა, ფირფიტა დამატებული. ეხლა კი უშუალოდ შეიცვალა ეგეც და მთავარი რაც გვაინტერესებს, თუ შეიცვალა აი ამ манипуляციის შემდეგ უშუალოდ ის რა ქვია ტიპი სიხისტე. აი ნახეთ, კი ბატონო. აქამდე იყო ნახევართხისტი დაერთება, ანუ მოქცეული იყო აი ამ ზღვრებში, რაც შესაბამისად არ იყო ჩვენი სურვილი იყო, რომ ყოფილიყო იმის რა ქვია. სრულად ხისტი, რადგანაც როდესაც კვანძი არის ან კვანძის ანგარიში ხდება ხისტზე და რეალურად ობიექტზე გაკეთებულია ნახევართხისტი კვანძი, ის არ იმუშავებს კორექტულად და შეიძლება რაღაც სავალალო შედეგამდე გავიდეთ. კი ბატონო, ამ ანალიზიდან ჩვენ ხვდებით, რომ შეგვიძლია ანუ აქ არ ჩერდება, ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ ამ კვანძის დამუშავება, უფრო გაუმჯობესება, ამ სექციების შემცირება, თქვათ ამ ფირფიტების, აი ამ უშუალოდ ამ ფირფიტების სისქის იყოს თქვათ 8 მილიმეტრი დადუღების შემცირება შეგვიძლია ასევე. ხო, ანუ
მუდმივად შეგვიძლია, რა ქვია, განახლება და დამუშავება. როგორც ხედავთ, აქ შუაში არ გვაქვს ის რადგანაც არ უჭირდებოდა, რადგანაც დატვირთვა იყო ზედა ჭანჭკებზე. ხო, ეხლა რაც შეეხება მთავარ საკითხს, თქვათ მოვახდინეთ დაცვა, ანალიზი და ეხლა გვინდა რომ ეს ანალიზი გავაკეთოთ რეპორტი მარტივი ამ არსებული იმის კვანძის. ესეც ძალიან მარტივად ხდება. გადავდივართ რეპორტის ფილაქში. ამოიცა ეხლა ჩვენ მე რადგანაც აქ რაღაცები შევცვალე, თავიდან მიწევს გამოთვლის აკეთება, ამიტომ მოდი გავუშვათ ხელახლა გამოთვლაზე. ხო, დროც ბევრი დრო გასულა. კი ბატონო. მარიამ, არის კითხვები ჩატში რამე? ბოლოს რამოდენიმე წუთი დავუთმოთ კითხვებს. ამ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ კითხვებს, მე უწევ გავიგული რეპორტის ფუნქციას, მარტივად აგიხსნით. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ ან ვოისის სახით ჩაგვერთოთ, ან მოიწეროთ და გავხსნით ჩატს. ლექციის ჩანაწერი კი რა თქმა უნდა ატვირთული იქნება ჩვენ საიტზეც და როგორც ვიცი მეილითაც მოგივათ. ეგ უშუალოდ მენეჯერთან შეგიძლია გავაკვიროთ. აი ნახაზებად გადააქვნა ახლავე გავული. რახან რაღაც კორექტირება მოვახდინე, ხელახლა უნდა გაიაროს გამოთვლა, როდესაც კალკულაცია დასრულდება, მე როგორ გადადიხარ ნახაზების შედგენაში. აი როგორც ხვდები, ამოვაგდო ერორი, შესაბამისად რაღაც არ არის ზუსტად, რადგან მე მგონი ძალიან დავაკელი ისე რა ქვია. სისქემის. კითხვები არის. კი ბატონო. კითხვები არის დასმულში. დატვირთვების საიდან მოდეთ? დატვირთვების მოდების რამოდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსია არის, რომ აი load defect-ში შედიხართ და უშუალოდ ხელით შეკავთ ყველანაირი არსებული დატვირთვა თითოეულ ელემენტზე, ვთქვათ კოჭზე, ან მომენტი 45 კილონიუტონი. ასევე არსებობს მეორე ვარიანტი, თუ თქვენ გაქვთ გლობალური ელემენტი, ვთქვათ ლირაში დათვლილი უშუალოდ მთლიანი შენობის დატვირთვები, უშუალოდ იმ მოდელიდან შემოიტანოთ დატვირთვები, რა ქვია, იდესტატიკაში. ეგ ხდება თუ ლირიდან შეძლებთ რომ ექსპორტის, რა ქვია, Excel-ის სახით მოახდინოთ ექსპორტი დატვირთვების იმით მე შემოიტანოთ იმაში, რა ქვია, სტატიკაში. თქო, აქ ამ კომპიუტერზე მოვარ და არ მაქვს ეგეთი მაგალითი. მაგრამ ეგეც მარტივად ხდება, ანუ თუ შემოიტანთ სხვა პროგრამიდან, ამ ხელის ჩაწერა აღარ მოგიწევთ და ეგრევე იმას იტანს, რა ქვია. შემოიტანს დატვირთვებს. გარი ერთ-ერთი მეთოდი. ხოლო, როდესაც ჭირდებათ რომ რაღაც სწრაფად შეამოწოთ რაღაც კვანძი, შეგიძლიათ თქვენიცვე ხელითვე შეიყვანოთ იმაში დატვირთვები და ახლა შეამოწმოთ. კაი, მოდი ახლა. აი, მოდი ამაში დრო აღარ დავკარგო, ამას გავთიშო. და უშუალოდ რეპორტს გაჩვენებთ უკვე დათვლილ იმაზე, რა ქვია. პროგრამაზე. კაცო, კითხები ხო არის პროგრამა? კაი, რომელი პროგრამიდან შეიძლება გეომეტრიული მოდელის გამოტანა? კი ბატონო. მაგის ნახვა შეგიძლიათ საიტზე შეგიძლიათ ხათ, როდესაც აწვევთ BIM Support-ით ინტეგრაციას ამაწვევთ აი ამას. და ხედავთ პროგრამები, რომელთანაც აქვს კავშირი იმას, რა ქვია, იდესტატიკას.
ეს არის სასურველ ელემენტებზე მომუშავე პროგრამები, როგორც ITAPS, SAP 2000, როგორც structural designer-ი თეკლა. ყველა წამყვანი პროგრამასაც სოფლიოში იყენებენ ყველა. ეს არის უშუალოდ დატვირთვების მაგალითზე და უშუალოდ მოდელის შემოტანა ხდება როგორც თეკლადან, Revit-დან, Advanced Style-დან, ასევე Rhino-დან. დაითვლის. ბატონო, კიდე გითხრები. Revit-დან გააჩნია, როგორც ვიცი, ხო, ანუ Revit-დან ზუსტად გადმოდის იგი, რა ქვია, ყველანაირი გეომეტრიული მთავარი ისა. რაც შეეხება cost-ის მონაკვეთს, ეს არის ევროზე, მაგრამ ამის ცვლილება შეგიძლიათ აი აქედან. თუ თქვენ, რა ქვია, იდეას აპლიკაციას მიაწვით ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ჯდება თითოეული ელემენტის ფასი, ევრო კილოგრამი, რა ჯდება მუშაობა ამ დადუღების ფასის კილოგრამზე ერთეული, კი ბატონო, ამას ყველა ვარიანტში სწორად გამოითვლის, მაგრამ ეს არის რაღაც შეყვანილი უკვე არსებული თეკლას ისა ვარიანტი, რომელიც არ მგონია სწორი იყოს. თუმცა ასევე შეგიძლიათ ამ მის შეყვანა თუ რაიმე თქვენ ქარხანასთან გაქვთ ურთიერთობა, რომელსაც აქვს ინფორმაცია ამ ყველაფერზე, შეგიძლიათ იმის template-ი შემოვაგდოთ იმის ფასების. ეგეც ხდება. თუმცა პირადი გამოცდილებიდან რომ ეს უშუალოდ გვეხმარება წარმოდგენა რო გქონდეთ რაღაც არსებული ფასებით ძალიან კოსმოსში ხوار გავარდიო რა, ეგრეც რო შეხედოთ ეგაა ეს. კაი, რეპორტის მონაკვეთს რაც შეეხება. გადადიხართ რეპორტის იმაში რა ქვია, გრაფაში, გვერდზე. და აქ უშუალოდ ხდება ყველანაირი ინფორმაციის დეტალურად ამოკრება. როგორც ხდება სათაური რომ იქნება, აქ სათაური წერება. მოდესაც გავიაროთ უცებ. აქედან თუ რამოდენიმე კვანტი გავხსნელი, შეგიძლია იმ რამოდენიმე კვანტის ერთდროულად ყოველას რეპორტი გააკეთო, შეგიძლია IFC-ის სახით გააკეთო რეპორტი, ანუ ვინც Revit-ში აკეთებს უშუალოდ დეტალური კვანტების გაკეთებას, იმას გადაუგზავნოთ და იმან თავის მოდელში, გლობალურ მოდელში შეიყვანოს თქვენი დასრულებული და გენერირებული კვანტი, იმას გამომადგებათ IFC-ის ფაილის შეტანა. აქ უშუალოდ დაპრინტვა ხდება, ანუ Word-ის ფაილის, PDF-ის თუ Excel-ის სახით. Preview გვაჩვენებს თუ რა არის. აქედან ხდება კონტროლი, თუ რამდენად დეტალური იყოს, ისა რა ქვია, პროექტის რეპორტი. თქვათ ეს ერთგვერდიანი, რომელზეც რეალურად ხოლმე დატანილია გამოყენებული კოდების ისინი, რა ქვია, ინფორმაცია. ეს იზრდება უფრო და უფრო დეტალური ხდება. აქ უკვე უშუალოდ ფოტოს ამოგვიგდო კვანძის. და შესაძლოა გადადიხართ დეტალური იმაში, რა ქვია, რეპორტში. აქ უკვე უშუალოდ შეგიძლიათ აკონტროლოთ რა გამოიტანოთ. ესე იგი პროექტის დასახელება, მატერიალები გამოყენებული რა არის, ასევე შეგიძლიათ დაიტანოთ კვანძის სახეობა, ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ რეპორტის ენა. ძალიან ბევრი ენაა, შეგიძლიათ რუსული ენა დააყენოთ, ინგლისური. სამწუხაროდ ჯერჯერობით ქართული არ არის, იმიტომ რომ ინტერნეტი მოთხოვნადი არ არის ჯერ და ჩვენ თუ ვიაქტიურებთ და დაინახავენ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი იუზერი გაჩნდება, რომელსაც ჭირდება, რომ იყოს ყველანაირი რეპორტი ქართულს, არის იმედები, რომ მომავალშიც იქნება ქართულსაც დაამატებენ აი აქ. ასევე აქ შეგვიძლია დავამატოთ X მიმართულებით კვანტიტეტ თუ ეს არ გაკონტროლებს, აი არის მხოლოდ 3D view. თუ დავამატეთ აი აქ ამას, დავამატებს ასევე X მიმართულებით კვანტს. დავამატეთ. თუ ამასაც შევურთავთ და ესე განვაახლებთ, ყველა არსებული კუთხით დაგვანახებს იმას, რომ არსებულ კვანტს. ასევე ხდება მოდჩემ დატვირთვები რა არის გამოყენებული, ეგეც ყველანაირად ცხრილების მიხედვით არის ნაჩვენებია დატვირთვები.
ფერების მიხედვით, თუ რა სადაბმელი მონაკვეთია ყველაზე სტრესული ელემენტებისთვის. ასევე გვიჩვენებს აი ეს ევროკოდებს დაყრდნობილი კვანტს ცხრილს, სადაც გვიჩვენებს, რომ ეს არის ამადამ ფარგლებში და ასევე გამოყენებული იმას, რა ქვია, ლიტერატურას იმის მიხედვით. კოდები, რომელ კოდებზე დაყრდნობით მოახდინა ეს თუ ეს სეფტორის შექების აღება. კი, DVG-ში ამოტანაც ხდება ამ ის რა ქვია, ფაილის კი ბატონო. თუ ვიღაც ყავთ, ვინც მუშაობს დეტალურ ნახაზებზე, ვისაც საკუთარი თავი არ უყურს, ჯერ კიდევ მუშაობს იმაზე, რა ქვია, AutoCAD-ში დეტალური ნახაზების შედგენაზე, კონსტრუქციების, კი ბატონო. მათაც შეგვიძლია რომ გაუგზავნოთ დეტალური მონაცემები ამ კვანტის DVG-ის სახით. წიგნი უნდა მითქვა, ხო. აქედან ხდება თუ მაგალითად ხშირად ხდება მომენტი, რომ ექსპერტი გთხოვს შევიტანოთ თუ რა თეორიული საფუძველებია ამ გამოთვლების უკან. თუმცა დავამატებ, შეგვიძლია დავამატოთ, აი როგორც აქ გითხარით. აი ეს ინფორმაცია შეგვიძლია ავსახოთ იმაში, უშუალოდ იმაში, პროექტში ინახეთ. თუ რა მეთოდებს იყენებს, ისა რა ქვია, პროგრამა, მაგის დეტალური აღწერა აქ ნაჩვენებია, თუ ამას მოვთითებთ. უბრალოდ რაც უფრო მეტი ინფორმაცია, მით უფრო საახალმე, რა ქვია, კარგი, რომ ნამდვილად აღქმანდია შემდეგ შემსრულებლებისთვის. აი ყველანაირი ინფორმაცია დადულებაზე. თუმცა შეიძლება არ ვიყენებ ხოლმე, თუ ძალიან რაღაც მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდა და რაღაც კვანტზე ამხელა ისე დავუთმო, არ ხდება ხოლმე. ასე აქედან ხდება დამატება, რაც არ ვანახილეთ. უშუალოდ ქარხანას რომ მივაწოდოთ კვანძები, ფირფიტების ზომების თავისი ზომებით. რა უნდა იყოს ის რამდენია, გაბარიტები, თხეები. აი დროს ვიგასულა. აი ეს არის cost estimation. რაც ან განვიხილეთ, მაგალითად რომ მაინც იყოს, მოდავდოთ. ასევე არის გამოყენებული უშუალოდ თეორეტიკული ბექგრაუნდი, არამედ ფორმულებზე დავამატოთ. რა ფორმულებზე ახდენდა ამა თუ იმ ანგარის პროგრამა. ან თითოეული ელემენტი რა არის, გრაფაზე ყველაფერი ნაჩვენებია აქ. თუ იმას რაიმე კითხვა გაუჩნდება, მაგის შესწავლით შეიძლება. აი ეს ელემენტი რა დაგვიждდება, კვანძი. და ნუ შეგვიძლია გამოვუხსოთ ფერი და მხოლოდ შავი იყოს. ჯობია რომ ეს აღქმანდია იყოს ესეც. როდესაც გავაკეთეთ სასურველი ისა, აწვევით imports PDF-ის სახით და გამოგაქვს ეს ისე რა ქვია. მე მგონი რაც გეგმაში იყო დღეს ყველა საკითხს შევეხე, თუმცა ჩემი თხოვნა იქნება რომ როდესაც თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, აუცილებლად გაიაროთ ეს 14 დღიანი უფასო რეგისტრაცია, გადმოწეროთ ეს პროგრამა და თქვენ თვითონ შეიგრძნოთ თუ რა შეუძლია, ისა რა ქვია, იდეა სტატიკას კონსტრუქციებში. დამიჯერეთ იდეა სტატიკა, ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი კალკულატორი, რომელიც თქვენი განუყრელი მეგობარი იქნება და რომელიც საშუალებას მოგცემს ღამით უსაფრთხოდ გეზინოთ თუ რამდენად სწორად დავიანგარიშე ესა თუ ეს კვანძი მაგაზე ნერვება რო არ მოგეწიოთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. წლის ბოლოა ვიცით თქვენ სატვირთულები ხართ, ჩვენ სატვირთულები ვართ. ბევრი პროექტები გვაქვს მოყრილი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ვებინარის ბოლოს გამოიგზავნება კითხვარის სახით, თუ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა გავამჯობესოთ. შემდეგი თემა სავარაუდოდ იქნება ბეტონის კონსტრუქციებსაც შევეხები, რადგანაც დღეს მხოლოდ ზემოდან
მიმოვიარე, რაღაც გავივli, თუ რა შეუძლია, დამატებით ანალიზი როგორ აკეთებს ეგრესაც განვიხილავთ. ხო, სხვა კითხვები თუ არის რამე, მოდი გადავხედავ. კიდევ, კი ბატონო, მადლობა თქვენ დასწრებისთვის. დრო როგორც ყოველთვის გაგვექცა, 1 საათზე მეტია. ჩართულები ვართ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.